მე ილია ვარ და აფხაზეთი არ მინახავს. მე აფხაზეთს დედაჩემის თვალებით ვყურებ. ამიტომ ვერ დავიწყებ მასე საუბარს, უბრალოდ გეოგრაფიული აღწერით. აფხაზეთი ჩემთვის რაღაცნაირად შინაგანი თემაა. მე ნია ვარ და აფხაზეთში არ ვყოფილვარ. მე აფხაზეთს დედაჩემის მოგონებებიდან ვიწყებ და ჩემს სახლად ვვლი. არ შემიძლია მასზე ვისაუბრო მშვიდად აღელვების გარეშე. მე დათავარ. აფხაზეთი არ მინახავს. მამა მიყვება ხშირად მასზე და ჩემი ოჯახი დღესაც განიცდის იქ მიღებულ ტკივილს. ამიტომ ვერ ვისაუბრებ აფხაზეთზე როგორც უბრალოდ საგაკვეთილო თემაზე. აფხაზეთი განსხვავებული ემოციაა ჩემთვის. აფხაზეთი უბრალოდ კუთხე არ არის. ის საქართველოს 3,000 წლის ტკივილია. გულია უსხევლოდ დატოვებული, რომელიც არასოდეს შეწყვეტს ფეთქვას. ალბათ არ არსებობს დედამიწაზე მასზე თვალწარმტაცი კუთხე. აქ ერთმანეთს ერწყმის მთა და სხვა. გაგრის ულამაზესი ლურჯის სანაპიროდან შეგიძლიათ 15 წუთში აღმოჩნდე. მამზის შხას მთაზე დაიხილო სასწაული. შავი ზღვის ულამაზესი სანაპირო ბიჭუნთიდან სოხუმამდე. აფხაზეთი მზეა, გადმოსული ერთსახუს მთიდან, თბილ სხივებად ეფინება ქალაქებს და სოფლებს. ქართულ საუბარს მონატრებულ სანაპიროებს ველს მინდრებს. ალბათ როგორ უჭირთ იქ დაბადებულ გოგო ბიჭებს ამ სევდიანი მონატრებით ცხოვრება. არსებობს ორი აფხაზეთი, ომამდელი და შემდგომი. ომის შედეგია 300,000 დევნილად ქცეული ქართველი, დაკარგული ტერიტორიები. ეს ნიშნავს უამრავ ადამიანურ ტრაგედიას. შვილებს მშობლების გარეშე, მშობლებს მომავლის გარეშე, უამრავ დაქვრივებულ ახალგაზრდას, დაღუპულ და დაკარგულ მეგობრებს. სულიერ ტკივილს, რომელიც არსებობს მანამ, სანამ ცოცხალი ხარ. ომთან ერთად გვახსენდება ცივი და თოვლიანი ჭუბერის უღელტეხილი, უსასრულო და ტკივილიანი ტალახიანი გზა. ამ გზაზე გაყინული და დაღუპული ქალები, მოხუცები, ბავშვები. როცა აფხაზეთის ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, გვახსენდება ჩვენი ისტორიული მტერი რუსეთი. რომ არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, დღეს ჩვენ არ ავუვლიდით გვერდ საგვაკვეთილო თემას და სასიამოვნო კადრებით იქნებოდა სავსე ეს ვიდეო რგოლი. ახლა შემთხვევით არისმენთ აფხაზურ სიმღერას, რომელსაც დაჭრილის სიმღერა ჰქვია. სწორედ ასე წარმოვიდგინეთ ჩვენ ტკივილი, რომელსაც აფხაზეთი და აფხაზეთელები ატარებენ. დააკვირდით რა ღრმაა მიტოვებული სახლების სევდა, რამდენი ტკივილია ამ მდგომარეობაში. მე რომ მკითხონ, რას უსურვებდი ჩვენს ქვეყანასო, ვიტყოდი რომ აფხაზეთის დაბრუნებას. წარმომიდგენია რა ბედნიერი იქნებოდა დედა და კიდევ უამრავი ადამიანი. მე მინდა დედამ ისევ დარგოს გვირილები საკუთარ ეზოში. მე მინდა დაუბრუნდე ჩემს მიწა-წყალზე და იქ ავაშენო ჩემი ოცნების სახლი. სახლი ზღვის პირას, ერთნაირად უმასპინძლებს აფხაზს და ქართველს. მე ილია ვარ და აუცილებლად ჩავალ აფხაზეთში. მე ნია ვარ და აუცილებლად გავიჩენ აფხაზ მეგობარს. მე დათავარ და ჩემი სახლი აფხაზეთშია.
შენი ძველი მეგობარი